2025 წლის იანვრიდან გორის მერიის დაქვემდებარებაში მყოფ აიპებში ხელფასები 10%-ით მოიმატებს. ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ თრიალეთთან ისაუბრა. მისი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია ხელფასების ზრდა. უფრო კონკრეტულად ანაზღაურება გაეზრდებათ გიდებს, საბავშვო ბაღებში, მუზეუმებში და სახელოვნებო სკოლებში დასაქმებულებს. ხელფასები გაეზრდებათ მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებსაც. 10%-ით იზრდება ხელფასები სახელოვნებო სკოლებში და ბაღებში, როგორ იზრდება? აი ზუსტად მაგასთან მქონდა საუბარი, რომ 10%-ის და არ არის მცირე საჯარო მოხელისთვის, მაგრამ აიპებში ეს 10% მაგალითად უკვე დღეს ვეღარ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რაც დღევანდელ დღეს არის უკვე ჩვენი ასე ვთქვათ, საბაზრო მოთხოვნები, ამიტომ მე მქონდა მერის ხელმძღვანელ ბატონ სიმონთან საუბარი და ეს ყველაფერი წლის განმავლობაში იმ 10%-ის ზემოთ კიდევ გათვალისწინებული იქნება. დარგებში, სადაც უფრო დაბალი ხელფასები იყო და მათი ზრდა დამიფიქსირეს, მაგრამ მითხრეს, რომ წლის განმავლობაში შემოსულობების შესაბამისად კიდევ გაიზრდება ეს ხელფასები. აქ არის საუბარი გიდებზე, მე კონკრეტულად მე მქონდა ესეთი თხოვნა, რომ გიდებს გაზრდოდათ ხელფასი. არ არის ესეთი, რომ დღევანდელ სიტუაციაში თქვათ, რომ დაკმაყოფილდეს მათი, მაგრამ ეს ყველაფერი ნაწილი გათვალისწინებული და ნაწილი იქნება წლის განმავლობაში გათვალისწინებული, ასევე